სალამი მეგობრებო. ჩვენი შემდეგი ვიდეო შეეხება ამ მანქანის მომავალ ბედიღბალს თუ რა გადაცდება როგორ ანაირად. უკვე ვიცით, უკვე გეგმაც არის, უკვე ზუსტად ვიცით რასაც გავაკეთებთ. ეხლა მოკლედ გეტყვით, უცებ რეივს გავუკეთებთ და შემდეგ გადავინაცვლოთ სპორტსმენების საახალწლო სუფრაზე რა. რა არის სპორტსმენების საახალწლო სუფრა, მაგას მალე გაჩვენებთ რა. ეს ბოლო ამოსუნთქვა იყო ამ ძრავის, ამ კუზაოში, ამ გადაცემათა კოლოფის და ეხლა გეტყვით რას, როგორ ანაირად და რას ვაპირებთ. ნახევრად დაშლილია, ნუ რეალურად ბოდი აქვს, მხოლოდ მოხსნილი ბოდი კიტი. ცოტა ხანში სრულიად დავშლით და გავაგზავნით GM-ში. ეხლა რატო GM-ში? შეიძლება ბევრმა იცით, ბევრმა არ იცით. მე მაქვს პრაქტიკა ძალიან ბევრი დრიფტკარის აწყობის და რატომ GM-ში? GM-ში, იმიტომ რომ რავი, მოკლედ რო გითხრა ძალიან პრაქტიკულია რა. ვისაც საქმე სამსახური არა გაქვთ და ხართ უსაქმური, კი, ძალიან მაგარია და არ ვიხართ რაღაც მიდიხართ, მოდიხართ ერთობით, მაგრამ ვისაც საქმე და სამსახური აქვს, ძალიან შრომატევადია, ძალიან ბევრი დრო უნდა და დღეს ქალაქში გადაადგილება ყველა მიცით რა, მხოლოდ კივილთან არის დაკავშირებული. ვიჩერ ბრავა მოგცა იმას მოუწან დამსმელი! ასე რომ უბრალოდ იღებთ რამას, მიყავთ GM-ში, ეუნები ესმინდა, ისინი აკეთებენ. რაც ყველაზე მთავარია, ადგებით და დროს დაზოგავთ. სხვა დანარჩენი უკვე მეორე და მესამე ხარისხოვანია. ეხლა მოდი გაჩვენებთ რა უნდა გავუკეთოთ მანქანას. წინა ფაირვოლი უნდა მოუჭრათ, რადგან უკანა კარტერით უნდა ჩავდოთ ჩვენი უსაყვარლესი JZ-ი, რადგან ცოტა შიგნით შევწიოთ ძრავი. უკანა ფაირვოლსაც, წყლის სისტემასაც მთლიანად გადავაკეთებთ, კოლოფიც იცვლება. მოკლედ ძალიან ბევრი რაღაც იცვლება რა. მაგას ყველაფერს ვიდეოში, შემდეგ ვიდეოებში თანმიმდევრულად გაჩვენებთ და ამისთვის საჭიროა თქვენ უბრალოდ დააჭიროთ მან თქვენოთ subscribe-ი ვაწერია. გამოიწეროთ არხი, რავი, უმარტივესე 2 წამიანი პროცედურაა რა. გამოიწერეთ, თქვენ არაფერს კარგავთ, ჩვენთვის კიდე ძალიან კარგი мотиваცია იქნება. ეს გავაფუჭოთ, მაინც დასაშლელია, ხო? ეხლა ნახე რაც შეეხება, უცებ გეტყვით წინა წელთან დაკავშირებით რა. წინა წელს ვერ ვიასპარე ზედ სამწუხაროდ, მანქანაზე ჰქონდა ძალიან ბევრი პრობლემა, მაგრამ სიმართლე გითხრათ ძალიანაც არ მოგვინდომებია, კატასტროფული შრომა ჩაგვედო, რომ ყველა ეტაპი გვევლო. ვიარეთ სულ 2 ეტაპი. დოსააფი, სადაც ჰქონდა საწვავის პრობლემა, ატლის აძლევდა. რის გამოც ჩაქრა მანქანა და ნუ გაჩერება მოგვიწია, წავაგეთ სამწუხაროდ. მეორე იყო night drift-ი, სადაც რასპრედლის ამთვლელი გაფუჭდა და მანდაც ფაქტიურად ჩაქრა მანქანა, ხოლო ბოლოს კიდე უკვე იმდენად უინტერესო გახდა თვითონ ჩემპიონატიც, რომ სამწუხაროდ გამოსვლის სურვილიც კი აღარ ჰქონდა, აი აქ ზუსტად, აი აქ გაჩერებული აწყობილი მანქანა გვეყენა, მაგრამ ნუ გამოსვლას ისევ აქ დგომა ვამჯობინეთ, იმიტომ რომ თვითონ ჩემპიონატიც არ იყო საინტერესო. იმედია შემდეგ წელს საინტერესო იქნება და ძალიან ბევრი ხალხი იქნება. ეხლა კი მოვჩეთ მანქანაზე საუბარს და წამოიხა გადავინაცვლოთ სპორტსმენების საახალწლო სუფრაზე და გაჩვენებთ რა ნაწილებით იწყობა ჩვენი JZ-ი და საერთო ჯამი და ბიუჯეტი ერთად დავთვალოთ რა ჯდება 500-600 ცხენზე საბურავზე გათვლილი JZ-ის აწყობა. შენ არ დაგავიწყეს არხის გამოწერა, იმიტომ რომ ეგ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შენთვის კიდე სულ რაღაც 2 წამის საქმეა. ეხლა კიდე სულ პატარა მაგიდას შევგვთავაზებთ საახალწლო მაგიდას. აქ არის ჩვენი უსაყვარლესი JZ-ის ნაწილები. ეხლა მე თქვენ გეტყვით რა არის, რა ჯდება და ასე შემდეგ, რომ წარმოდგენა გქონდეთ ზოგადად რა ფინანსებთან არის დაკავშირებული ნორმალური ძრავის აწყობა. თვითონ ძრავი რომელიც ჩვენ შემთხვევაში არის უტურბინო JZ-ის დაახლოებით 1000-დან 1200 დოლარამდე ღირს ზბორი ძრავი. ეხლა გადმოვინაცვლოთ რა ხდება აქ. აქ გვაქვს შემშვები კოლექტორი, რომელიც ძალიან სიმპათიურად გამოიყურება და ჯდება 480 დოლარი, ჩამოტანილი გამბაჟებული. გამშვები კოლექტორი, რომელიც ძალიან მიმზიდველია და ესეც იგივე თანხა ჯდება 480 დოლარი და გამშვები კოლექტორი, რომელსაც 3 მმ-იანი კედლის სისქი აქვს და ამიჯერეთ ძალიან კარგია, ჩვენთანაც იგივე იწყობა. ქვემოდან მივყვეთ ყველაფერს, ქვემოდან მაღლა ავიდეთ. კარტერი, რომლის შეძენაც მოგიწევთ აუცილებლად, თუ უკანა კარტერის ჩადებას აპირებთ, რომელიც დაახლოებით 500 დოლარამდე ხდება. შემდეგ მოდის
ACL-ის კლადიში, რომელიც დაახლოებით ჩამოტანილი გამბაჟებული $250 ჯდება. შემდეგ გვაქვს Z-ის ნასოსი, რომელიც ჩვენ შემთხვევაში გამოვიწერეთ ტურბინიანი JZ-ის Z-ის ნასოსი, რადგან წნევა გქონდეს ყოველთვის კარგი და ეს ჯდება $500 ჩამოტანილი გამბაჟებული, ჩამოტანილი გამბაჟებული, ეხლა მე რა ფასებსაც გეტყვით, ყველაფერი არის ჩამოტანილი გამბაჟებული, აი ეს მოტანილი ბოქსში. შემდეგი მეგობრებო გვაქვს შატუნ პორშინი, რომელიც ჩამოტანილი გამბაჟებული ჯდება $2300 და გვაქვს მენლის შატუნი და ვისეკოს პორშინი. მენლისვე პორშინი გვინდოდა, მაგრამ იმ კუმშვაზე ვერ ვნახეთ, რა ჩვენ გვინდოდა რომ 9.9 ქონოდა და მოგვიწია ვისეკოს პორშინის ყიდვა. ეს შეგიძლიათ სპორტ იყიდოთ, იყიდება ერთად და შეგიძლიათ გამოიწეოთ. ჩვენს ლისტში მოდის AirP შპილკები, რომელიც დაახლოებით არა, პლუს მინუს რა, პლუს $20 არის ხავ. ჯდება $250 და აქვე გვაქვს სუპერტეჩის კლაპნის სალნიკები, რომელიც დაახლოებით ჯდება $70. შემდეგი მოდის მეგობრებო პრუჟინები, რომელიც Ryan Croweris გამოვიწერეთ და დაახლოებით ჯდება $250 და მე მოდის ყველაზე უსაყვარლესი ნივთი, რომელიც არ შემიძლია არ გაჩვენოთ, ეს არის შეკო ახლოდან აჩვენე. ეს არის ჩვენი უსაყვარლესი რასპედლები, რომელიც ასევე Ryan Croweris არის და აი ესე გამოიყურება, ესე საყვარლად, რომლებიც არც მეტი არც ნაკლები ჯდება $1200 ჩამოტანილი გამბაჟებული. გახსნა არ უნდა. აი ესე გამოიყურება. რასპედლის ზომა არის 264, ეს იდეალურია, იდეალური დიაპაზონი. შეგიძლიათ დინოს ლოგიც ნახოთ და თქვენ თვითონაც მიხვდებით, რომ ძალიან კარგია. ეხლა რაც შეეხება აი ამ ორ თეთრ ყუთს, აგდევს რემის დამჭიმი ბილეტი, რომელიც ჯდება $500 და შემდეგ ეხლა უკვე გადავიდეთ რა ფაქტიურად გადასულებივართ უკვე გარე აგრეგატებზე. ეს არის ელექტროწყლის პომპა, მეიზური თუ რაღაც ეგეთი სახელი ქვია, მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს. ეს ჩემო მეგობრებო დაახლოებით ჯდება $550, რომელიც შეგიძლიათ ამუშაოთ როგორც მექანიკურად, ასევე ელექტრონულად. აქვე გვაქვს კალენვალი შკივი, სუპერ დემპერი, სწორედ, რომელიც რავი არ გაგძურება იმედია არასდროს, იმიტომ რომ აი ამაზე სუგძრებოდა. გარე აგრეგატებსაც შეეხება უმეტეს აგრეგატებს აქედან გადავიტანთ, გულისხმობ ინჟექტორებს, ბაბინებს, ტურბინასაც იგივე სტოვებს, ტურბინას ვაყენებთ G35900 84 აირით და შევხედოთ როგორ იმუშავებს. ნახავთ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ G30900 უფრო კარგი იქნება, მაგრამ ნუ ჯერ ვნახავთ როგორი იქნება, რანაირი და მაგის შემდეგ მივიღებთ სხვადასხვა გადაწყვეტილებებს. სულ ეს იყო, ესეთი მოკლე და პატარა ვიდეო გამოვიდა, მაგრამ ნუ რაც არის ეგ არის. გემშვიდობებით, დანარჩენებსაც აწყობის ვიდეოს ყველაფერს გაჩვენებთ, რა როგორ რანაირად იქნება. ასევე გამოწერილი გვაქვს სცეპლენია, იგივე გადაბმულობის ქურო, ჩვენ სცეპლენია ვიცით, სცეპლენიას ვიხმართ, რომელიც თავის ადაპტერთან ერთად ვიყიდეთ. კი, მექანიკა კოლოფზე გადავდივართ ისევ და თავის კოლოფიან ადაპტერიან სცეპლენი თურთ ჯდება დაახლოებით $2300. აქ სადღაც ამონახება სურათი, გადაფუთულია, ჯერ კიდევ მოდის გზაშია. ბევრი ნაწილები აქ არ აქვს, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ბევრი რაღაცები გზაშია. ასევე ვცვლით საწვავის სისტემას, აღარ გვექნება ქარხნული საწვავის აუზი, გვექნება ეგრეთ წოდებული aftermarket-ის სპორტული ბაკი და მოკლედ ძალიან დიდ შრომას ვდებთ ისევ. იმიტომ რომ გვინდა რომ რავი ერთი სეზონი მშვიდობით ჩავატაროთ რა. თქვენ კიდე არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა. სულ ეს იყო ესეთი პატარა ვიდეო გამოვიდა. მე თქვენ დროთა განმავლობაში შემოგთავაზებთ როგორ აიწყობა ძრავი, როგორ ჩავდგაოთ, როგორ დაიქოქება და ასე შემდეგ. გამოიწერეთ არხი დროებით შეხვედრამდე.